კარლ მარქსმა აღმოაჩინა და ჩამოაყალიბა საზოგადოების ისტორიული განვითარების კანონზომიერებები. მან პირველმა დაასაბუთა მეცნიერულად, რომ ყველაფერი, რაც ხდება სოციუმში, დამოკიდებულია მატერიალური სიკეთეების წარმოების, გადანაწილებისა და გაცვლის წესზე. სწორედ ეკონომიკური ურთიერთობებია ის საფუძველი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანური ცხოვრების ყველა მხარეს: პოლიტიკას, სამართალს, სახელმწიფო მოწყობასა და მის ინსტიტუციებს, კულტურას, იდეოლოგიას, რელიგიას, ხელოვნებას, სოფხედელობასა და მორალს. ანტიკურობაში კერძო საკუთრების ჩამოყალიბებამ თანდათანობით გამოიწვია საზოგადოების ადამიანთა დიდ ჯგუფებად, კლასებად დანაწევრება. თითოეული წარმოების წესს შეესაბამება გარკვეული კლასობრივი სტრუქტურა. ერთი კლასები ქმნიან მატერიალურ დოვლას, მეორენი კი ისაკუთრებენ წარმოებულის უდიდეს ნაწილს. თანდათანობით იხოცებიან შრომის იერარქები. იცვლება თავად ადამიანი და საზოგადოების საწარმოო ძალების განვითარებასთან ერთად კლასებს შორის ჩნდება წინააღმდეგობები. დროთა განმავლობაში დაძაბულობა სულ უფრო და უფრო მეტად გროვდება, სანამ ისინი არ გადაეზრდებიან ღია კონფლიქტში. შედეგად ძველი წარმოების წესი გამოიდევნება ახალი, უფრო ეფექტური წესით. ამავდროულად გაბატონებული კლასები კარგავენ თავიანთ მნიშვნელობას და ტოვებენ ისტორიულ არენას. მათ ადგილს კი ახალი კლასი იკავებს. საზოგადოებრივი ფორმაციების ცვლილება კანონზომიერია. მონათმფლობელურმა წყობამ ამოწურა საკუთარი განვითარების პოტენციალი და ის ჩაანაცვლა უფრო პროგრესულმა ფეოდალიზმმა. ფეოდალიზმი უკვე დაეცა კაპიტალიზმის დარტყმების ქვეშ. არსებულ ისტორიულ ეპოქაში რევოლუციურ კლასად იქცა პროლეტარიატი, დაქირავებადი მშრომელების კლასი. ისტორიული პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა დღესდღეობით არის კლასობრივი ბრძოლა მშრომელებს და კაპიტალისტებს შორის. მშრომელების გამარჯვება ამ ბრძოლაში გარდაუვალია და ის განპირობებულია თავად კაპიტალიზმის შიდა წინააღმდეგობებით. გამარჯვებისაკენ კი გზა ძევს სოციალისტური რევოლუციის გავლით. მხოლოდ პოლიტიკური ძალაუფლების საკუთარ ხელში აღებით, კერძო საკუთრების განადგურების მეშვეობით, მშრომელები შეძლებენ რომ აღმოფრონ ექსპლუატაცია, ააგონ ჯერ სოციალისტური, შემდეგ კი უკლასო კომუნისტური საზოგადოებები. მარქსმა მხოლოდ სოციალური მოვლენების მეცნიერული ახსნა კი არ მოგვცა. ჩაგრულმა კლასმა პირველად ისტორიაში მიიღო ჩაგვისგან გათავისუფლების მკაფიო და გასაგები პოლიტიკური რეცეპტი.